ბაჰარი. ბოლო კაპიკის წართმევა გინდა, დედა? აი ეს არის რაც დამრჩა. ეს არის რაც დარჩა? სულ ეს არის? ამდენი ფული საწაიღე. სად დახარჯე? ფულის ხარჯვაზე ადვილი რა არის? იმას რა ჯობს, როცა ფულს არ ითვლი და ისეხარჯა. ნეტავ კიდევ შემეძლოს, დედა. საოცარია, საოცარი. ღმერთმა დაგწყევლოს. ჯანდაბა. ამა შეხედე. ამდენი ფულიდან ეს დაგრჩა. ღმერთო ჩემო. ცხოვრებაში ერთხელ ფული აიღე და მაშინაც ვერ ვიხეირე. გრცხვენოდეს. ღმერთო მიშველე. არა რაობა. საზიცხარი. გრცხვენოდეს. შენ რომ არა კონტროლს დავკარგავდი, დემირ. შენ და მამშვიდე. გმადლობ. არაფერს. შენი უნდა ეშინოდეთ, ბაჰარ. აი სუნი წყობიდან გამოიყვანე. სანამ ვინმე გიმტრობს, კარგად უნდა დაფიქრდეს. რა მეკნა? თვითონ დაიწყო. ხასიათს ნუ გავიფუჭებთ. იცი, ჩემს მშობლიურ მხარეს მაგონებ. რას გულისხმობ? ჩვენს მხარეში ზამთარი ცივი და მკაცრია. თუ მკაცრ ზამთარს დაუპირისპირდები, წააგებ. უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის. სხვა გამოსავალი არ გაქვს. იმედი გეკარგება იმისა, რომ ამ გაყინულ მიწაზე ბალახი კიდევ ამოვა. და სწორედ ამ დროს გაზაფხული მოდის თავისი სილამაზით. გაზაფხულის მოსვლას ყოველთვის მოუთმენლად ველოდები. მართლა ასეთად წარმოგიდგენი ვარ? თავი უხერხულად ვიგრძენი. არა, არ ვაჭარბებ. სიმართლეს ვამბობ. თუ ასე ილოცე, რომ არ გამაბრაზო. რათა აისუნ ხანი მივით არ მოგექცე. კარგი? დიხუმრე. საკუთარ თავს მე ისე არ ვიცნობ, როგორც შენ ვიცნობ, შერებ. მიხარია, რომ რთულ მომენტებში გვერდით შენნაირი გულწრფელი და სანდო ადამიანი მყავს, შერებ. Aslında sen benim შენ hep güçlü yanlarımı görüyorsun. ჩემ ძლიერ მხარეებსაც ხედავ. Ama ben უბრალოდ მე bu sahip ამ çıkmaya სახლში, რომლის ხელში çalıştığım ჩაგდება ცაისუნს უნდა, უცხოვარ. babasıyla olan anılarını მამასთან ერთად მოგონებებიც დავკარგე. hafızası მოგონებებთან ერთად კი kendini de საკუთარი kaybolmuş თავი. hisseden biriyim. Bazen ზოგჯერ არ ვიცი, tüm ამ bunlarla ყველაფერს nasıl როგორ yaşadığımı hiç გავამკლავდე. bilmiyorum. Umudumu ყველაფრის kaybediyorum იმედს işte. ვკარგავ. ცხოვრებას ხანდახან ისეთი უსიამოვნებები მოაქვს, რომ გგონია თავს ვერასდროს დააღწევ. არ ნებდები მთელი ძალით იბრძვი, მაგრამ მაშინვე ვერ იმარჯვებ.
ადამიანების უმეტესობა ასეთ დროს ნებდება. წარუმატებლობას ეგუებიან, მაგრამ თუ გინდა რომ გაიმარჯვო, უნდა იბრძოლო. არ უნდა დანებდე. მე შენში ამის გამბედაობას ვხედავ, ბაჰარ. შენც ისევე უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, როგორც მე მჯერა შენი. საკუთარი თავის რწმენა ყოველთვის უნდა გქონდეს. გმადლობ, შერეფ. ამის მოსმენა ნამდვილად მჭირდებოდა. როგორც ყოველთვის თავი უკეთ მაგრძნობინე. მართლაც საკმარისად მამაცი ვარ იმისთვის, რომ შენ დააისუნს პასუხი გაგებინოთ იმ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინეთ. სკივრი, აქ იქნება. ეს რა არის? ამას პირველად ვხედავ. მიგვირს ბაჰარის მიმართ ასეთი გულგრილი რომ ხარ, დემირ. მის მხარეს არ დადექი. მის მხარეს რატომ უნდა დავდგე? ბაჰარმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და რადგან უკან დასახევი გზა აღარ მაქვს, მეც წინ ვიხედები. როგორც იქნა სიმართლის თვალი გაუსწორე. რადგან ასეა, მეც იმ პირობის ერთგული ვიქნები, რომელიც მოგეცი. ამ ქვეყნად არ იარსებებს ქალი, რომელსაც ისე ეყვარები, როგორც მე მიყვარხარ, დემირ. არ შეგცივდათ? ცხელი ჩაი მოგიტანეთ, გათვებით. არა, არ გცივა. შერეფი როგორც ყოველთვის კომპანიონობას მიწევს. მას მერე რაც მეხსიერება დაკარგე, ყველაზე მეტად მხარში შერეფი გედგა. ამისთვის მისი მადლობელი ვარ. რთულ დროს ყოველთვის ჩემ გვერდით არის. კარგი. ახლა ჩემს ოთახში ავალ. ძალიან დავიხალე. ჩაის გავიყოლებ. თან წავიღებ. გმადლობ. არაფერ შვილო. ძალიან ბედნიერი ვარ ერთად რომ გხედავთ, შერეფ. ერთ დღესაც ბაჰარი შენს გრძნობას გრძნობით ვეუპასუხებს და თქვენი ერთობლივი ცხოვრების მოწმე გავხდები. იმედი მაქვს და ვაინურ. მიხარია შენ და ფამუქი გვერდში რომ მიდგახართ და მხარს მიჭერთ. გმადლობთ. გმადლობთ. ძვირფასო. მას მხოლოდ შენ თუ გააბედნიერებ. მე და ჩემი და მხარს, ამიტომ გიჯერთ. გმადლობ. ხაზან. ეს ფოტო ადრე ხომ არ გინახავს?
ხვალ თქვენს რაიონში კაფის მოსაზომად მივდივარ. დილით ჩვენც მოდი. ვისაუბროთ მოდი ერთად წავიდეთ. კარგი. დროა. აისუნი სახლში შევიდა. გამოდი. აისუნი უკვე სახლშია. შენ მაინც ფრთხილად იყავი, კარგი შვილო. კარგი, ნუ ხელავ. ბაჰარ, მიდი შვილო, სწრაფად. შვილო. მომიყევი რა ხდება. ბაჰარ. არ ვიცი ხაზან. ამ ფოტოს პირველად ვხედავ. პირველად ხედავ? ნურჯან, დარწმუნებული ხარ? თუ ასეა ფოტოს დანახვაზე რატომ გაშეშდი? რამეს მიმალავ? ფოტო დათარიღებულია. მე მაშინ დაბადებული არ ვიყავი. გასაგებია რომ ეს ბავშვი მე არ ვარ. მაშინ ვინ არის? აქ ხართ? რას აკეთებთ? შენ ციცი? რას მიმალავთ? ვინ არის ეს ბავშვი? ან მომიყვებით? ან დედას დავურეკავ და შევეკითხები. ხაზან არ გინდა. კარგი, მოგიყვები რაც ვიცი. თემის შეცვლას ნუ ვცდილობ შერებ. არის რამე რაც უნდა ვიცოდე? უკვე გითხარი აისუნ. იმ ჯგუფთან დაკავშირებით მისგან იურიდიული კონსულტაცია მივიღე. არ გინდა შერებ. დემირს დასანახად ვერიდან. გინდა დავიჯერა რომ რჩევა კითხე? არ მითხრა რომ დამეგობრდით. არ დავიჯერებ. მართალია ის არ მომწონს, მაგრამ ეს აღარ მაღელვებს. მას საფრთხედ აღარ მივიჩნევ. შენ ციცი ბაჰარი დემირის მიმართ როგორ არის განწყობილი? ბაჰარმა ის დაივიწყა. შეიძულა კიდეც. ყველაფერი აშკარაა. დააკვირდი. მართალი ხარ. მგონი ის დემირსაც აღარ უყვარს. ახლა ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მიდის. თუ ასე შენ სიჩქარე, ასე ნოიდგები. იმოქმედე. ეს გოგო თავიდან მომაშორე შერებ, რომ ორივე მშვენით ამოვისუნთქოთ.
აისუნი წყობიდან როგორ გამოვიყვანე არა? ხომ კარგი იყო. მაგრამ თუ გადავაჭარბე მითხარი. არა ძვირფასო, არა ჩვეულებრივი იყავი. ისე მოიქეცი, როგორც დაიმსახურა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ მართლა გულგრილი იყავი ჩემ მიმართ. მესმის, რომ ეს თამაშია, მაგრამ მაინც მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ შერეფი შენ ირგვლივ ტრიალებს. როცა მის მიმართ ყურადღებას იჩენ, სახეზე ისეთი კმაყოფილება გამოეხატება, რომ მინდა მივახრჩო. დემირ, არ გინდა გთხოვ? ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? იძულებული ვართ ჩვენი გრძნობები დავმალოთ. ასევდე გავაგრძელოთ, რომ მათ ნიღაბი ჩამოვხსნათ. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მაგრამ შენი დის გადარჩენა ვერ შეძლეს. იცოდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. დაუჯერებელია. დაუჯერებელია. ჩემს დაბადებამდე რამდენი ტანჯვა გადაუტანია. საბრალო, პირველი შვილი დაკარგა. ეს ჩემთვის არ მოუყოლია. რატომ არ მომიყვა? რატომ დამიმალა? ნუ თუ უფლება არ მაქვს ვიცოდე, რომ უფროსი დამყავდა. ალბათ არ უნდა გულით ტკენოდა. მას ჯეროდა, რომ ამის ცოდნა უბედურებას მოგიტანდა. იმის შიშით, რომ შენც დაკარგავდა, არ გითხრა. ამ ტკივილს მარტო იტანდა. არ გითხრა, იმიტომ რომ შენზე ზრუნავდა. შენთვის ტკივილის მოყენება არ უნდოდა. აქ ხართ? დავაინურ, ბაჰარი არ გინახავს? არა, ბაღში გავიდა, მაგრამ ჯერ არ დაბრუნებულა. კარგი, ვნახავ. გონია მეც იმავეს არ განმიცდი, დემირ. ძალიან განმიცდი იმ ქალს შენ გვერდით, როცა ვხედავ. არ მსიამოვნებს, როცა ხელს კიდევს, გიღიმის. მაგრამ რაც უნდა მოხდეს. ეს თამაში უნდა გავაგრძელოთ, დემირ. ჩვენ მათ ნიღაბი უნდა ჩამოვხსნათ. ცოტაც მოითმინე, გთხოვ? შვილო, შენ ხარ დაოგონულ. შეგვაშინე. დემირ, გონულმა ყველაფერი იცის. ნუ ღელავ. ის როგორც ყოველთვის ჩვენს მხარეს არის. დემირ, შვილო, შენზე დაისუნს, რომ მითხრეს ვერ დავიჯერე. ვამბობდი, დემირი ასეთი ადამიანი არ არის. ამას არ გააკეთებს მეთქი. ვიცი, გვერდიდან ცუდად ჩანდა, მაგრამ ასე ბაჰარის გადასარჩენად მოვიქეცი. სწორედ ამიტომ. ვიცი, შვილო, ვიცი. როგორ მინდა, რომ ეს ბნელი დღეები დასრულდეს. და ყველას წინაშე ხელჩაკიდებულები წარსდგეთ. მალე. ეს დღეები ძალიან მალე დადგება დაოგონულ. ხაზან, ძვირფასო რა გჭირს? რა მჭირს? დედა ჩემამდე გოგონა ყავდა, რომელიც დაკარგა. მე კი ამის შესახებ ახლა ვიგებ. აი რაზე ვფიქრობდი. ჩემი და რომ ცოცხალი ყოფილიყო,
დედას იგივენაირად ვეყვარებოდი? მას ჩემი და უფრო ეყვარებოდა. ალბათ ამდენს აღარ მოითმენდა. რამდენი ტანჯვა მივაყენე. რამდენი რამ გამოიარა ჩემ გამო. ხაზენ, რას ამბობ? ღვთისგულისათვის. განა ეს შესაძლებელია? დამშვიდი საყვარელო. ორსულობის გამო ძალიან მგრძნობიარე გახდი. რა თქმა უნდა. ალბათ ასეა. მართალი ხარ. კარგი. კარგი. ყველაფერი რიგზია. მოდით სამუშაოს დავუბრუნდეთ, ბევრი საქმე გვაქვს. მოდით. კარგი. დაუგონო, რატომ მოხვედი, რა მოხდა? შერეფმა აინურ შენ შესახებ გითხრა. აინურმა უთხრა, რომ ბაღში ხარ. გამოვიქეცი, რომ გამეფრთხილებინე, რომ პრობლემები არ შექმნოდათ. ღმერთო, რატომ მეძებს? არ ვიცი შვილო, არ ვიცი, მაგრამ ფრთხილად იყავით. დემი, რას აკეთებ, მაჩვენე? ძალიან მტკივა? საყვარელო. არა, არ მტკივა. უღელა. დემი, გთხოვ, არ გინდა. ამაზე ხომ ვილაპარაკეთ. ხომ თქვით, რომ უნდა მოვითმინოთ. ნებისმიერ შემთხვევაში მაღიზიანებს, როცა კულტში დაგზდევს. უღელა. ყველაფერი რიგზია, არ იდარდო. შვილო, ბაჰარს მარტო არ დავდოვებ. მის გვერდით ვიქნები. გმადლობთ. საყვარელო, ჩემი წასვლის დროა. მან ერთად არ უნდა გვნახოს. კარგი, წადი. სანამ დამრიწყებია. ბიძიარაობს ველაპარაკე. ხოლ ნაშუა დღეს შევხვდებით. კარგი. აი სუნისგან თავის დაღწევა გამიჭირდება, მაგრამ გამოსავალს ვიპოვი. ძალიან მიყვარხარ. თავს გაუფრთხილდი, კარგი? მეც მიყვარხარ. წამოდი, შვილო, წამოდი. შევიდეთ, სანამ ვინმეს დაუნახი ხარ.
შვილო, ძალიან საშიში თამაში წამოიწყე. მე შენია რამე არ მოხდეს, ბაჰარ. ნუღელავ და ოგონულ. არაფერი მოხდება. და იცი რატომ? იმიტომ რომ შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ. ჩემო ლამაზო. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ გპირდები, მთელი ცხოვრება დაგიცა. და ოგონულ. დიდი ხანი არ არის რაც გიცნობ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყოველთვის ჩემთან იყავი. ჩემო ლამაზო, მეც იგივე განცდა მაქვს. ბაჰარ? შემოდი შერებ. არა, უბრალოდ მინდოდა მშვიდობიანი ღამე მესურვებინა. შენც ღამე მშვიდობისა. თუ ასეა ხვალამდე. ხოლამდე. შვილო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, შენ და დემირს. ახლა ძალიან რთული პერიოდია. იძულებული ვართ და ოგონულ, ყველაფერი დავმალოთ, სხვა გამოსავალი არ არის. ბაჰართან ახლა ისე კარგად არის ყველაფერი როგორც არასდროს, ჯაბარ. ძალიან თბილად მეკცევა. ესე იგი, ფიქრობ, რომ რაუბს მისთვის არაფერი უთქვამს, არა? როგორც ჩანს ასეა. რაუბს რომ რამე მოეყოლა, ასე არ მომექცეოდა. ასეთი ბედნიერი არ იქნებოდა. ბაჰარს ვიცნობ. რომც მოეყოლა, ბაჰარი მას არ დაუჯერებდა. ან რა უნდა მოეყოლა? მას აისუნთან ჰქონდა პრობლემები. მასზე თუ ეტყოდა რამე საზიზღრობას. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ, ძმაო. ბაჰარს კარგად ვიცნობ. რამე ისე რომ არ იყოს შევნიშნავდი, მაგრამ მსგავსი არაფერია. შვენიერი ურთიერთობა გვაქვს. კარგი, მაგრამ ძალიანაც ნუენდობი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიყვარულისგან დაბრმავებული ხარ. რამე ისეთი არ მოხდეს, რამაც შეიძლება დაგაზარალოს, ძმაო. რას ამბობ? ხვდები რას ამბობ, ჯაბარ? იმის თქმა გინდა, რომ ბაჰარი თავს მაჩვენებს? არა, ძმაო, ასე არ არის. ბაჰარი თბილად გებყრობა, უბრალოდ გეუბნები, რომ ფრთხილად იყავი მეთქი. მისმინე, ჯაბარ. გუშინ არ დავბადებულ ვარ. შვენივრად ვიცი, რაც უნდა ვქნა. როცა ჩვენს ქორწილში მოხვალ, ამ სიტყვებს შეგახსენებ. იმედი ვიქონიოთ, ძმაო. ღმერთი იყოს შენი შემწე. შენიც. კარგი, დროებით. დემირ. შენ ხარ? მოხვედი? რატომ არ შემატყობინე? მაშინვე ჩამოვიდოდი. დაჯექი. ძალიან ვღელავ. დღეს კაბის მოსაზომად მივდივარ. ჩემთან ერთად ხომ წამოხვალ? ახლა რაღა მოხდა? რა გჭირს? მარტო ხომ არ გამიშვებ? კაბა არ გაინტერესებს? ახლა სხვა პრობლემა მაქვს. რა პრობლემა გაქვს? გზაში რომ ვიყავი ოფისიდან დამირეკეს. ტენდერის თაობაზე. გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც ბევრად ნაკლები მოითხოვა, ვიდრე ჩვენ. მართლა? დინ.
ვინმე რაუფ ფოლათმა. გონი ერთმანეთს იცნობთ. მახსოვს ადრე ახაც იყო. ხო, ვიცნობ. მისი საქციელი ამტკიცებს, რომ საქმე მხოლოდ ბიზნესს არ ეხება. აშკარაა, რომ შენთან აქვს პრობლემა, თორემ ასეთ დაბალ ფასს რატომ შესთავაზებდა? ჩემთან პრობლემა ვერავის ექნება, დემირ. შეიძლება მე მქონდეს ვინმესთან პრობლემა. გასაგებია? ესე იგი, ჩემთან თამაში გადაწყვიტე, რაუფ. კარგი, ვითამაშოთ. დემირ, ვიღაც ტიპს თავისას არ გავადანინებთ. გააკეთე, რაც საჭიროა. ასეც ვფიქრობდი. კარგი. ტენდერის საბუთებს მოვამზადებ. მაგრამ ეს დროს მოითხოვს. ამიტომ შენთან ერთად წამოსვლას ვერ შევძლებ. მაგრამ როგორც კი დავასრულებ, მაშინვე წამოვალ. კარგი. ასე იყოს. რას ვიზამთ? ძალიან მიხარია ჩემი საქმეებით, რომ ინტერესდები. ერთად წარმოუდგენელ სიმაღლეებს დავიბრუნოთ. სერიოზულ წარმატებებს მივაღწევთ. ჩვენ ყველაფრის სათავეში ვიდგებით. აი ნახავ. წასვლის დროა. არ მინდა დავაგვიანო. დემირ. ძალიან არ მალოდინო, კარგი? ფიქრობ დიდ დროს არ წაიღებს, როგორც კი დავასრულებ, წამოვალ. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. კარგად ვიმუშავეთ. ხო, მთელი ღამე გავათენეთ, მაგრამ ღირდა. იმედია ისუნხანიმს მოეწონება. მოეწონება, ნუღელავ. მეც ასე ვფიქრობ. მე ისეთი არაფერი მიქნია, მაგრამ თქვენ ცდილობა არ დააგელით. ლეილამ აპატია, მაგრამ ხაზანმა განსაკუთრებული შრომა გასწია. მართალი ხარ. ბოლოს და ბოლოს ეს მისი ესკიზია. ახლა სახლში წავალ, გამოვიცვლი. ასე ხომ არ დავხვდებით. მართალია, მეც გამოვიცვლი. ერთად წავიდეთ. გაგაცილებთ. არ არის საჭირო, დარჩი ხაზა. აბა დროებით, დროებით. ხმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.